ესე იგი, რამხელა ვიდეო ჩავწერე, ხო ვერ გეტყვით და თურმე ჩამწერისთვის ხელი არ მქონდა დაჭერილი. ეხლა გეტყვით აქ რა ხდება. სიგნიფიკაცია იყო ადამიანზე, რომელიც არის ისეთ პოზიციაში, რომელსაც უნდა დაჭაობებული უკვე მტკნარი წყალი რო არის, აი უკვე როგორ იცი, რო ხდება თვითონაც, რომ ეს წყალი არის მხოლოდ და მხოლოდ ბაყაყებისთვის, ასე ვთქვათ, ხო, თევზები იქ ვერ ისუნთქებენ. აი აქედან გამოსვლა. დიდი ხანია გინდათ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ეს არის ფიქრები თქვენი, რომლიდანაც ვერ გამოდიხართ, იმიტომ რომ აი ემოციები იმდენად გაქვთ დაჭაობებული და იმდენად უნარო ხართ, რომ ვერ ახერხებთ მენტალურ დონეზე ამ ემოციებისგან განთავისუფლებას და ყველაფერს კი ხვდებით ამ ყველაფერს. ასევე გაქვთ პოზიცია, როდესაც სიგნიფიკაცია არის ეს, გაქვთ პოზიცია, როდესაც მაქსიმალურად ცდილობთ გადაერთოთ სამუშაოზე, საქმეზე, რათა ეს ყველაფერი ყურადღება მოხდეს გადატანილი, ყურადღება იქნეს გადატანილი. ასევე, მაგრამ იმასაც ხვდებით, რომ აი ამ საქმეზე იმიტომ ხართ მაქსიმალურად გადართული, რომ ამ ფიქრებს, ამ ტკინეულ პოზიციას, სიტუაციას დააღწიოთ თავი საბოლოოდ და ისე როგორც აქამდე შეიძლება არაერთხელ შემოუშვით თქვენს ცხოვრებაში მსგავსი სიტუაცია და ვერ უმკლავდებოდით, მაგრამ ეხლა იმდენად დაგაზარალათ, იმდენად გატკინათ ამ სიტუაციამ, რომ თქვენ ახლა იმ პოზიციაში ხარ, რომ ნებისმიერ ფასად მე რაც არ უნდა მოხდეს და რადაც არ უნდა დამიჯდეს, მე იგივე სიტუაციას, რაც იყო წარსულში, ის წინააღმდეგობებითი განახლებული სიტუაცია, მე ჩემს ცხოვრებაში არ შემოუშვებ. იმხელა კედელი აღმართეთ, იმდენს მუშაობთ საკუთარ თავზე, იმდენი რაღაც გაიარეთ, აი აქ რომ ამის უფლებას არავის და არაფერს არ და ამისთვის გახართ მყარად, ამისთვის ხართ მზადყოფნაში ბრძოლისთვის და ამაში გეხმარებათ მიწიერ დონეზე მაქსიმალურად საქმეზე გადართვა. აქ ვიღაცა თავის საყვარელ საქმეს აკეთებს, აქ ვიღაცა მუშაობს საკუთარ თავზე, რომ პირობითად მიიღოს ის ახალი ცხოვრება, ახალი შანსი, ეზოთერიკად გესმით, ეზოთერიკასთან თუ გაქვთ შეხება, მათთვის განსაკუთრებით, რომელიც ასე ვთქვათ, დამსახურებული აქ ადამიანს, რომელიც თავის სულის გზას გადის. აი ესეთი სიგნიფიკაცია. ხოლო რას გიმზადებთ? ბედი გიმზადებთ იმას, რომ ნოსტალგიური მტკივნეული ფიქრებიდან გამოსვლას, საკუთარი თავის თვითშეფასების მაღალ პოზიციაზე დაყენებას. აქ ასევე გელოდებათ გამგზავრება ვიღაცას თავის მშობლიურ ოჯახში, საგვარეულო ოჯახში, სადაც განახლებული ემოციები გექნება, ძალიან დადებით პოზიციაში იქნებით, ნოსტალგიური დადებით ემოციებშიც გადახვალთ. აქ ასევე გიმზადებთ ბედი ძვირფასო ადამიანებო იმას, რომ გრევა ხდება დიდხნიანი აი ამ სტაგნაცირებული სიტუაციის, სადაც შეიძლება ფიქრობთ, რომ ღმერთო ჩემო, მუშაობ ისე, როგორც ეზოთერიკა ამბობს, მუშაობ, როგორც ჩემი სული ითხოვს პირობითად, ვისაც გარჩეული გაქვთ ტარო. იმიტომ რომ აქ ესეთი სიტუაცია იყო, მე გაშლა გავაკეთე, ჩვეულებრივად უბრალოდ არ იწერდა. მაგრამ რითი ვერ დამთავრდა ეს სიტუაცია? აქ უცბად მოხდება, აი როგორი გარდატეხა იცი, ერთ დღეს რო გაიღვიძებ, დღე რო ჩვეულებრივად დაიწყება და დღის ერთ მონაკვეთში, ერთწამიან მონაკვეთში უცებ გარდაიქმნება შენი ცხოვრება. ესეთი გარდატეხას გიმზადებს ბედი დადებით კონტექსტში. შემოყავს წარსული მამაკაცი, სხვათა შორის, რომელთანაც ძალიან დიდი ხანია გაჩერებული სიტუაცია, რომელთან დაკავშირებითაც ეკავი ბუნდოვნებაში და არ იცოდი რა იქნებოდა და როგორ იქნებოდა, მაგრამ ამ ადამიანისაგან გადიხარ, არ იღებ და ახალი ადამიანი შევიდეს შენ ცხოვრებაში, ისეთი მამაკაცი, რომელსაც აქვს თავის შემდგარი, ცოტა ჯიუტი მამაკაცი იქნება ეს მამაკაცი, ოღონდ შემოდის სერიოზული ურთიერთობისთვის იმისთვის, რომ რა შანსაც ელოდეს ამ პაროსგან. აი ესეთი პოზიციით შემოდის ადამიანი, ნაბიჯი იქნება გადმოდგმული წინ ამ მამაკაცისგან, ოღონდ ახალისგან, რომელსაც დიდი ხანი ელოდი, რომ როგორზეც ოცნებობდი, რისთვისაც აქ მუშაობდი, ისეთი ადამიანი შემოყავს ბედს, ჩემო ძვირფასებო. კიდე რა იყო აქ გაშლაში? ხო, როგორი რაღაცა იცი, შენ ბევრს მუშაობ საკუთარ თავზე, ძალიან მიწიერ დონეზე, ბევრ სიკეთესაც აკეთებ, მოდი ასე ვთქვათ რა, გარდა იმისა, რომ საკუთარ თავზე მუშაობ, ძალიან კეთილშობილი ადამიანი მიყურებს აქ იმ მხრივ, რომ მიწიერ დონით შეიძლება ბევრ ადამიანს ეხმარებით მატერიალურად და არა მხოლოდ მატერიალურად და ელოდებით რაღაც დონეზე ბალანს სამყაროსგან, ეს ნორმალურია.
და არ ჩანს, მაგრამ გრძნობთ, რომ აი იმ სფეროში ელოდებით რა სფეროც თქვენთვის ყველაზე გარდამტეხი და მნიშვნელოვანია, მაგრამ არ ჩანს, მაგრამ გრძნობთ, რომ რაღაცა ახალი უნდა შემოვიდეს და სწორედ ეს ახალი ემპათი ხარ აქ ადამიანი ხდები, აი გრძნობ და მაგრამ არ ჩანს და ფიქრობ, რომ ეს ჩემი ფანტაზიები ხო არ იყო. აქ ეს მდგომარეობა შემოდის სწორედ, აქ ესეთი მამაკაცი შემოდის სწორედ, ვისაც ოცნებობდი, რასაც მე თქვენ გისურვებთ, გელოდებით კომენტარებში, ვისიც იყო ეს გაშლა, დააფიქსირეთ ენერგო ბალანსის სახით თქვენი მოწონება და თუ კომენტარსაც დაწერთ, ყოველწელიან კარგი იქნება. მე გისურვებთ წარმატებულ ბედნიერ 15 აგვისტოს და გამშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, სიყვარულის ენერგიებით.